საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ შეპესე ექსპერტ ჰაუსმა 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 10.446.411 ლარი მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. მათივე ცნობით, ბოლო 990.000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტისაგან 2026 წლის აპრილში მიიღო. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამბობს, შეპესე ექსპერტ ჰაუსის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებისთვის ზედამხედველობის გაწევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და დაუდასტურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გიორგი ჯაფარიძის კომპანია ექსპერტ ჰაუსი. შეპესე ექსპერტ ჰაუსი 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. გიორგი ჯაფარიძე მის 43%-იან წილს ფლობს. 5%-იანი წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20%-იან წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32%-იან წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გაბისონია. აღსანიშნავია, რომ ექსპერტ ჰაუსის 43%-იან წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300.000 ლარად მიყიდა. ექსპერტ ჰაუსთან დაკავშირებული პირები ფიქსირდებიან პოლიტიკურ შემომწირველებს შორისაც. კახაბერ გაბისონიამ 2014 წელს 15.000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47.000 ლარი შესწირა ამავე პარტიას. ზემოაღნიშნული გარემოებები და შეპესე ექსპერტ ჰაუსის პირდაპირი კავშირები ქართულ ოცნებასთან აჩენს ეჭვს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.